ჩვენი ორგანიზაციების 90% თუ არა მეტი, მაინც 1%-ს დავიტოვებდი 10%-ს რამდენი ვთქვი, არის მოწყობილი იერარქიულ ავტორიტეტზე. ანუ ავტორიტეტი არის ადამიანი და არა იდეა. მოდი ახსნი. აი, კაი რამე შემოიტანე. აი, შეხედე. სხვადასხვა ეს არის სხვაობა ლიდერობას და მენეჯმენტს შორის. კლასიკურ. ოღონდ ადამიანის მენეჯმენტზე ვლაპარაკობ, არა ხა ფინანსების მენეჯმენტზე და რაღაცებზე არ ვლაპარაკობ, ხო? ანუ რეალურად ლიდერები მაქსიმალურად ქმნიან იდეებს და ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს ამ ეს იდეა როგორ გავახორციელოთ უკეთესად. და ოკეი არის, მაგას შევეჯიბროთ, რავი, ზოგჯერ შენ იდეა გაიმარჯვებს, ზოგჯერ ჩემი იდეა, ზოგჯერ საერთო იდეა და ოკეი არის. მაგრამ მან ეხლა რაზეც ვლაპარაკობ და ისეთ კულტურებში და ჩვენი ორგანიზაციების უმეტესობაში იდეებისთვის ბრძოლა არ არის, ავტორიტეტის მოწონების ბრძოლა არის. რაც ავტომატურად მივყავართ ფსიქოლოგიურ ბავშვობაში.